პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ უკვე 3 კვირაა ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს არ გამობს. ძალადობის არ დაგმობა, ძალადობის მხარდაჭერაა და სირცხვილია, წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი. აღნიშნულ თემას ეხმაურებიან უმრავლესობის სხვა წევრებიც. ჩვენ ნახეთ, რომ 3 კვირის განმავლობაში ბატონ პავლე ჰერჩინსკი დუმდა, შემდეგ გამომდინარე იქიდან, რომ საჭირო იყო მუხტის აწევა აქციების და რეალურად ორგანიზებული შეკრებების საბუზვლისთვის და შემდეგ ნახეთ რა, რომ ამდენად არაფერი არის საუბრა საერთოდ 4 ოქტომბრის დამხობასთან დაკავშირებით, არ დაგმო აღნიშნული ფაქტი, რითაც კიდევ ერთხელ წაახალისა აღნიშნული ფაქტი, რითაც კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა ძალადობრივ შტურმს პრეზიდენტის მშენობაზე და შემდეგ ნახეთ აბსოლუტური უსაფუძვლო და აბსოლუტურად ყოველგვარ გონიერებასთან დაშორებული განცხადება, რომელიც კანონებს ეხებოდა, იმ კანონებს, რომლებიც პირველ რიგში ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში სუვერენიტეტის გაძლიერებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და დიახაც წინააღმდეგობაში არის იმ ძალების მიმართ, რომლებსაც სურვილი აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში შავი ფულის ტრიალის შედეგად ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ და ამას ითხოვს ჩვენი კანონმდებლობა და ამას ითხოვს ჩვენი ქართული ხალხიც.